დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ჩვენ საუბრობთ რეჟისორ ქეთი დოლიძის წერილზე, მოკლედ დღეს წერილზე გვაქვს მთელი გადაცემა წერილებზე, პოლიტიკურ წერილებზე და ეხლა რეჟისორის წერილზე, რომელიც მან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გაუგზავნა, სადაც ის კულტურის სფეროში არსებულ კონკრეტულ პრობლემაზე ლაპარაკობს. წერილი პოლიტიკური პროცესების მიმოხილვით იწყება, ამ 4 წლის მანძილზე უამრავი რამ გაკეთდა და ორ რამეს ვერ შევეგუე, იმას რომ გაკეთებულის წარმოჩენაზე უარი თქვა და იმ ავადსახსენებელ კოაბიტაციაზე, რომელიც თავს მოგვახვიეს. შემდეგ უკვე კულტურის სფეროზე გრძელდება საუბარი, ეს ის სფეროა, რომელსაც უნდა მართავდეს ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც დიდი ავტორიტეტი ექნება საზოგადოებაში, იქნება ღრმად განათლებული გამორჩეული ზნეობისა და ასე განსაჯეთ სითამამის მქონეც, იქნება ერთხელ დაარღვიოთ, მოკლედ წერილი კიდევ გრძელდება, ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ ქალბატონ ქეთისთან და ბოლო აბზაცია ასეთი ის მიმართავს კვირიკაშვილს, რომ იქნებ დაარღვიოთ შიდა პროტოკოლი და შეხვდეთ ჩვენი სფეროს წარმომადგენლებს, რაც შეიძლება ფართო სპექტრით და მოგვისმინოთ, რომ ჩვენი კეთილის სურვილებიც გაიზიაროთ, არ მიწყინოთ ეს წერილი, ჩემს უკან უამრავი ადამიანი დგას, გისურვებთ წარმატებას და იმედი მაქვს ჩვენი საერთო მომავლისა. ქეთი დოლიძე არის დღეს ჩვენი დღის ამბების სტუმარი, ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ფეხბედნიერი იყოს ჩემი ფეხი ამ სტუდიაში, იმედია რომ მხოლოდ პოზიტიურ რაღაცებზე ვილაპარაკებთ. ძალიან იმედი მაქვს. ქალბატონ ქეთი, მე წერილის ფრაგმენტები გავაცანი მაყურებელს, მაგრამ თავარი რაც გავიგე, მე პირადად ასე შთაბეჭდილება დამრჩა ამ წერილით, თქვენ აქებთ სხვა კულტურის მინისტრებს და ერთი სიტყვაც არ გაქვთ ნათქვამი მოქმედ კულტურის მინისტრზე, როგორც მივხვდი, ეს არის მიხეილ გიორგაძის წინააღმდეგ წერილი და კვირიკაშვილთან შეხვედრა, რატომ მოდით ახსენით. მე არ მინდოდა ბატონ გიორგის ჯერ ერთი ძალიან დაკავებული ადამიანია და მე მგონია რომ ძალიან დიდი დრო დაიხარჯებოდა იმაზე, რომ მეცა და მე მერჩივნა, რომ ღია წერილი ყოველთვის არის საზოგადოების რაღაც დიდი ნაწილის გამომხატავი და მე არავის არ ვებრძვი, არავის წინააღმდეგი არა ვარ, გიორგაძე და მისი გუნდი მშვენიერ ჯაზ ფესტივალს აკეთებდნენ და სხვა არაფერი არ აინტერესებდათ 20 წლის მანძილზე და მშვენივრად ართმევდნენ თავს. ჰქონდათ ფული, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან კარგად იყვნენ ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით ნაციონალებთან და მხარსაც უჭერდნენ და ინგა გრიგოლიას ეთერში, როდესაც გადადგა და მე თავიდან მოინდომა პრეზიდენტობა, ეს გუნდიც იჯდა იქ მხარდამჭერ ადამიანებად, მაგრამ ამაში არ არის საქმე. ანუ თქვენ იხსენებთ იმ ეთერს, როდესაც სააკაშვილი საკუთარი მხარდამჭერებით იყო, მაშინ რუსთავიორზე გადიოდა პრაიმ ტაიმი, ერქვა გადაცემას, მაგრამ მაგაში არ არის საქმე. მე უბრალოდ მგონია, მე ამ ადამიანებთან ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, ახლობლობა მაკავშირებდა ყოველთვის. ჩვენ ერთად დავიწყეთ ჩვენი ორი დიდი ფესტივალი, ეს ყველაფერი ხდებოდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის შენობაში. მეორე სართულზე ისხდნენ ეს ბიჭები, რომელთაც მერე უკვე დაირქვეს Sister Promotion-ი, აპირებდნენ მშვენივრად უძღვებიან ამ ჯაზ ფესტივალს და კარგი ფესტივალი აჩუქეს ქვეყანას, რა თქმა უნდა, და ყოველთვის ვამბობდი ამას, იმიტომ რომ ამ ჯაზ ფესტივალების მამა საერთოდ იყო გაიო სკანდელაკი, რომელიც ამ დროს იყო მარჯანიშვილის თეატრის გენერალური დირექტორი. ამიტომ ისინი ისხდნენ მეორე სართულზე, მე ოთარ მეღუნეთუხუცესის გენიალური ადამიანის კაბინეტში ვიჯექი, მან დამითმო თავის ადგილი და ვამზადებდით პირველ საჩუქარს. მიუხედავად იმისა, რომ და ამიტომ ჩემთვის ეს გუნდი იყო ჩემიანები, ასე ვთქვათ. გაიოზის გამო, რომელიც იყო გენერალური დირექტორი, გითხარით, როდის აღარ გახდნენ თქვენიანები, როდესაც მათი პოლიტიკური გემოვნების გამო თუ მათი ჩატარებული პროექტები არ მოგწონდათ? არავითარ შემთხვევაში 99 წელს, როდესაც ფესტივალს პირველად გაუჭირდა და დაპირებული თანხა არ მისცა ხელისუფლებამ, ერთ დღეს ყველა აიკრიფა დათო მენაბდე, რომელიც მე გამოვზარდე, ასე ვთქვათ, ერთად გამოიზარდნენ თავის დეიდაშვილთან ერთად ჩვენ ფესტივალზე, არა ფესტივალზე, ჩვენ ბევრი რამე გავაკეთეთ ამ წლების მანძილზე ერთად, 88 წლიდან პრაქტიკულად, პატარა ბიჭები ის და მისი დეიდაშვილი, ბიძაშვილი ზურა მენაბდე, ჩვენ ერთად ვიყავით ყველანი და პრაქტიკულად შემგან გაიცნო, რადგან ერთ შენობაში ვიყავით, დათომ ეს გუნდი. უცებ აღმოვაჩინე პირველივე წუთას, როცა გაუჭირდა ჩემ ფესტივალს და დაპირებული ფული არ მიიღო, იმიტომ რომ მე ვინმეს ვალი დამედო. მე გამხვია ასევე იყო ვიღაც კომერციული დირექტორი გია ბუაძე, რომელიც მათთან ერთად იჯდა ზევით. ის ცალკე იყო, ამათ კი არ ეკუთვნოდა, მაგრამ ის იყო კომერციული დირექტორი. ერთად ისხდნენ ერთ ოთახში, დღეს ამბობენ, რომ არც ვიცით ვინ არისო.
ამ ადამიანმა ბოლო 10 წლის მანძილზე 78 ოჯახი გააუბედურა დატოვა ქუჩაში და დღესაც არ გავწევი, მაგრამ ფაქტია, რომ იმის მაგივრად, რომ ამ ბიჭებს ჩემთვის მხარი დაეჭირა და ეთქვათ, რომ ქეთი ნუგეშინია, ყველანი ერთად უნდა ვიყოთ და რაღაცა იმათ წაიყვანეს დათომენამდე, რომელიც წყნარად წავიდა, გაიოზი გადადგა გენერალური დირექტორობიდან ფესტივალის და ეხლაც მიკვირს, რომ არ ახსენებს იმას, რომ ის იყო გენერალური დირექტორი და ჩვენ ერთად დავაარსეთ ეს უნიკალური ფესტივალი. პერსონალურს ვერ ვიტყოდი, მაგრამ აი თქვენი ფესტივალიდან გამომდინარე საქმეს არ უნდა გაქვს პრეტენზიები ამ ადამიანებთან? ადამიანი, როდესაც იწყებს დიდ საქმეს, რომელიც კეთდება ქვეყნისთვის, იმას უნდა კონდეს უფრო ფართო ხედვა, ვიდრე კონკრეტული მარტო თავის ფესტივალი. თავის ფესტივალსაც თუ აკეთებს, როგორც ესენი იქცეოდნენ, ყოველთვის აკეთებდნენ მარტო ჯაზ ფესტივალს, მე ესენი არასოდეს არ მინახავს, არც ამდენ უსამართლობაზე ხმა ამოღებული, არც სოციალურად აქტიურები და უცებ ეს ადამიანები, რომელიც მარტო აკეთებდნენ იმას, რასაც აკეთებდნენ და მეტი არასდროს არაფერს, მე არ მახსოვს ამათი აღშფოთება, არაფერზე რაც ხდებოდა ქვეყანაში. პრობლემა რა არის? მათი პოლიტიკური პრეფერენციები ეს ემატება იმას, თუ რა დამოკიდებულება ქონდათ მათ ფესტივალის მიმართ? მე არ მესმის, როგორ შეიძლება შენ დღეს იყო ნაციონალების მხარდამჭერი და უცებ გადმოხდე და უცებ გახდე, რაც არ უნდა გახდე. თქვა, ბევრი ვიცით ეგეთი. არა, ბევრი ვიცი ესეთი, მაგრამ მაგაში არ არის საქმე. როდესაც ესენი ჩემთვის გაუგებრად მოვიდნენ სამინისტროში, იმიტომ რომ როგორც დავწერე ამ წერილში, კულტურის მინისტრი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც რაღაც საქციელები აქვს თავის ცხოვრებაში ჩადენილი. მარტო მენეჯმენტზე თუ მიდგა საქმე, როდესაც შენ 2 მილიონი გაქვს თითქმის ყველა ფესტივალზე, მენეჯმენტის გამართვა ძალიან ადვილია. როდესაც შენ განდობენ 28 მილიონს და მე სამართავად გაძლევენ, როდესაც შენ მოდიხარ კულტურის სამინისტროში და უცებ ორ თვეში მე არ დამიწყე მაგათთან ჭიდაობა. ხვდები რომ მთელი შენი, ესე იგი რა, ამ პირობით იყვნენ მოსულები, რომ ან ჩვენ ერთად მოვალთ კულტურის სამინისტროში და ყველა წამყვან პოზიციას ეს არ ეკუთვნის მანნა ბერიკაშვილის ცალკეა. ის მანამდეც იყო იქ და ეს გუნდი სხვა გუნდია. რომ მოვიდნენ და დასხდა უცებ ყველა. უცებ ამუშავდა რაღაცა ფონდი, რომელშიც თვითონ დასაქმდნენ, რომელშიც თავისივე ფული აიღეს. ეს როგორ შეიძლება? მოდით თქვათ, როცა თქვენ ამ წერილის ქვემოთ წერთ, რომ თქვენ უამრავი ხართ, რომ შეგხვდით ჩვენ. ვინ ხართ თქვენ? აქ ხელმომწერი არის ერთი, ქეთი დოლიძე, თეატრის და კინოს რეჟისორი. კიდევ ვინი გულისხმება და რა შუაშია პრემიერ-მინისტრი? ანუ რა უნდა ქნას პრემიერ-მინისტრმა ეხლა უნდა აკრიფოს ახალი გუნდი. მე ძალიან მინდა, რომ ეს ყმაწვილები დაუბრუნდნენ თავის საქმიანობას, გააკეთონ ჯაზ ფესტივალი, აკეთონ ისე როგორც აკეთებენ 2 წლის მანძილზე. იმდენი ფული აქვს თავისივე კომპანიისთვის გადარიცხული, რომ თითქოს აი კულტურის სამინისტრო გადაიქცა ერთი ჯაზ ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტად. როდესაც მათ ყავთ თავის ფავორიტები, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ გვახსოვს ჩეკინ ჯორჯია, რომელიც ისეთი სამთავრობო ღონისძიება იყო, ლამის ტურიზმის და ეკონომიკის აღმავლობას იყო მიბმული და იყო ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი პროექტი ჩეკინ ჯორჯია. იგივე ეს იმდენად ჩქარა გაკეთდა და უცებ გაკეთდა, რომ მე ვიცი ახლა, რომ ეს ჩეკინ ჯორჯია თუ გაგრძელდა და აუცილებლად უნდა გამოცხადდეს და გამოცხადდება ტენდერი. იმიტომ რომ არ შეიძლება ერთმა კერძო კომპანიამ და Easter Promotion-ი არის კერძო კომპანია, პრაქტიკულად გამოვიდა რომ მთელი კულტურის სამინისტრო ემსახურება იმას რა ქვია Easter Promotions და Easter Promotion-ი იყენებს კულტურის სამინისტროს. იმიტომ რომ მე არ მინახავს ესენი იშვიათ გამონაკლის შემთხვევაში აი ძალიან თუ ვთხოვთ არც პრემიერებზე ჩვენთან არც სხვა სფეროში დიდად აქტიურები. ფესტივალი მიდის საჩუქარი. არა, ფესტივალზე არ გამოჩენილან. არა. ფესტივალზე არა, იმიტომ რომ ეს ფესტივალი ჩემზე არიან. მე სანამ ღია წერილს მივწერდი ბატონო გიორგი კვირიკაშვილს, მანამდე ბევრჯერ მათ პირადად ველაპარაკე და მე უთხარი რომ თქვენ არა ხართ მარტო ჯაზ ფესტივალის მინისტრები. თქვენ ხართ ამ
ამავე დროს მთელ საქართველოში რაც ღონისძიებები ტარდება, ყველაფრის გულშემატკივრები უნდა იყოთ. ისინი ნამდვილად არ არიან ფესტივალ საჩუქარის გულშემატკივრები. მოდი ასე არა, შევხედოთ. ეს არ არის პირადი წყენა. გასაგებია, თქვენ ამბობთ, რომ საქმეში თქვენს ფესტივალთან, იმ ფესტივალთან მიმართებაში, რომელსაც თქვენ უკეთებთ ორგანიზებას, ეს არის ყველაზე მინიმალური რა პრეტენზიაც მე მათ მიმართ მაქვს, იმიტომ რომ ამ ფესტივალს იმხელა მხარდაჭერა აქვს საერთაშორისო საზოგადოების, ჩვენ გვყავს საერთაშორისო დირექტორატი, ასე შემდეგ და იმდენად მწირი თანხებით ჩვენ სხვათა შორის დიანა ერთი რამე მინდა რიტორიკული კითხვა დავსვა. არც ერთი ფესტივალი, რომელიც ტარდება საქართველოში, არასდროს არ იწვევს კითხვებს. ჩემის გარდა, ჩვენი ფესტივალის გარდა, არავინ, არც ერთი. მე უნდა გითხრათ, რომ გიგი უგულავამ კარგად დაუტოვა ეკამაზმიშვილს სწორად გათვლილი მენეჯმენტი იმ ხრივ, რომ ეს გახდა მერიის საკუთრება და გახდა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. ჩვენ ჰაერში ვკიდივართ. ჩვენ სულ ვთხოვულობთ ამდენი წელია, რომ ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა ვიყოთ სიპი. იმიტომ რომ ის რა პროცესსაც ჩვენ გავდივარ და სხვა ორგანიზაციებიც აი იმ ბიუროკრატიის ჯოჯოხეთს, რაც არის დაკავშირებული კულტურის სამინისტროს ბიუროკრატიასთან, ეს არაფერში არ აიწერება. ჩვენ ერთხელ კიდე ამით ვამთავრებთ ვართ თუმანიშვილის თეატრის პროექტი და მეტი არაფერი. მაგრამ დავანებოთ თავის საჩუქარს მოევლება ასე თუ ისე. დავანებოთ საჩუქარს თავი. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ მომავალ კაბინეტში კულტურას ჩვენი გაგებით და არ მინდა ახლა დავასახელო ყველა ის ჯარი ადამიანების, მე ყოველთვის გამოვირჩევი იმით, რომ ჩემ თავზე ვიღებ რაღაც გაბედულ ნაბიჯს. მე კიდევ ვის წარმოადგენს? კარგი, დაასრულეთ. პიროვნული ხარდამჭერი ქართული ოცნების, თუ არა და 306-ზე მეტ სოფელს არ ჩამოვივდი 2017-ში და 12-ში და არც ახლა არ ვიქნებოდი ასეთი აქტიური. ამაზე ლაპარაკი არ არის. მე უბრალოდ მინდა ყველა მიცოდეს, რომ კულტურას უნდა მართავდეს ადამიანი ან ადამიანთა გუნდი, რომელსაც მორალური როგორ გითხრათ, ახლა ამორალურები არიან თქო, ხო არ ვიტყვი, მაგრამ რაღაც აქვს შექმნილი თავისი ქვეყნისთვის მენეჯმენტი ყველა შეუულია, როცა გაქვს ბევრი ფული. კარგი, თქვენ გინდათ როგორც ქართული ოცნების ერთპიროვნული მხარდამჭერი, მოკეთ მხარდამჭერი ქართული ოცნების მართველი ძალა, ახლა მის პრემიერთან შეხვედრა და რჩევის მიცემა იქნებ, მოდით ნუ იქნება ახალ მთავრობაში მიხეილ გიორგაძე. ასეა ეს? არა, კი, იმიტომ რომ მე მგონია, რომ მიხეილ გიორგაძემ და მისმა გუნდმა 2 წლის მანძილზე საერთოდ გამიკვირდა რა ნიშნის მიხედვით დაინიშნენ. როდესაც ვიკითხე წინა ვინც დანიშნა იმას რომ ვკითხე. პრემიერ ხარიბაშვილთან დასვით თქვენ ეს შეკითხვა. კი და ირაკლი მითხრა რომ ისინი არიან როგორც მითხრეს ძალიან კარგი მენეჯერებიო. არ შეიძლება კულტურას მართავდეს მარტო მენეჯერები. მე ამაზე უპასუხე. მენეჯერი ყოველთვის კარგი იქნები, თუ გაქვს იმდენი ფული, როგორც ყოველთვის კონდა. კვირიკაშვილისგან თქვენ მიიღეთ რამე გამოხმაურება? არა, არ მივიღე გამოხმაურება. მე იმისთვის არ დავწერე ეს წერილი, რომ ვიღაცამ მიპასუხოს. შეხვედრას ითხოვთ თქვენ და კიდევ მთელი არმია. და ეს უკვე ბატონი გიორგის გადასაწყვეტია, შეგვხვდება თუ არ შეგვხვდება. მე უბრალოდ მგონია, რომ ეს 2 წელი საკმარისი იყო იმისთვის და საკმარისია იმისთვის, რომ მიხეილ გიორგაძემ და თავისმა გუნდმა გადაინაცვლოს ისევ იქ, სადაც ისინი კარგად უძღვებიან თავის საქმეს და ეხლა მე ასე მგონია, რომ ეს უნდა იყოს ამავე დროს ის ადამიანებიც, უნდა იყვნენ ის ადამიანებიც და თუნდაც ერთი ადამიანი, რომელსაც როგორც გითხარით, ჩემო დიანა. აი იმდენ უსამართლობაზე, რაც ამ ქვეყანაში 9 წელი ხდებოდა, ერთხელ მაინც დაფიქსირებული. ანუ პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით უნდა დაინიშნოს კულტურის მინისტრი. არა, პოლიტიკური ლოიალობა არაფერ შუაში არ არის. შეიძლება იყოს სულ სხვა პოლიტიკური პარტიიდან ან სხვა გემოვნების მქონე, მაგრამ უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც გარდა ჯაზ ფესტივალისა ცხოვრებაში კიდე რაღაცა აინტერესებდა. თუნდაც გირგვლიანი, თუნდაც ვაზაგაშვილი, თუნდაც სხვები, თუნდაც ის რაც ხდებოდა ჩვენს გარშემო. მაგალითად, როდესაც რურუამ დახურა ფესტივალის საჩუქარი, არ მინდა ისევ ეს იაპონური წვეთივით იყოს. როცა მე მომხსნა სამხატვრო ხელმძღვანელობიდან, ისინი ხო ჩემი დიდი ხნის ახლობლები არიან. ხმა რატო არ მოიღეს? რატო არ დარეკა თუნდაც ერთმა და არ თქვა, რომ აი ქეთი რაც სუდია, რომ ასე მოგებქცენ? არა.
იმიტომ რომ არ აწყობდათ. კარგით, ქალბატონ ქეთი. მაშინ ისინი კვირიკაშვილმა რომ თქვას, რომ კარგი მოდით შეგხვდებით თქვენ და თქვენს უკან მყოფ უამრავ ადამიანს და თქვენ აქ დაუფიქსიროთ ამ შეხვედრაზე, რომ არ მიგაჩნიათ საჭიროდ, რომ გიორგაძე დარჩეს მთავრობაში კულტურის მინისტრის პოზიციაზე. კვირიკაშვილის შემხვედრი შეკითხვა რომ იყოს, მაშინ ვის გვირჩევდით თქვენ? თუ იქნება მე ხო ვერ ურჩევ, უამრავი ადამიანია, რომელიც ალბათ იქნება ამ შეხვედრაზე და შეხვდეს იმად და იქნებ დაიბადოს იქ ის კანდიდატურა, ვინც ძალიან უპრიანი იქნება. აი თქვენ არ გაქვთ არ გიფიქრიათ, ვინ შეიძლება იყოს კარგი კულტურის მინისტრი? არა, ნამდვილად არ მიფიქრე, ეხლა ვერ გეტყვით. მე სულ მახსენდება ანდრე მალერო დავწერე კიდეც ამ წერილში. კულტურის დეგოლმა შექმნა კულტურის სამინისტრო, იმიტომ რომ არსებობდა ანდრე მალერო. იყო არაჩვეულებრივი მინისტრი ოთარ თაქთაქიშვილი. იყო ზოგიერთ ქვეყნებში არ არის ასე კულტურის სამინისტრო, როგორც ასეთი. არა, საერთოდ არ არის კულტურის სამინისტრო. მაგრამ ეს ალბათ რაღაც დეკლარირება, რამ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყანა. კი, მართალია, მაგრამ ჩვენთან ანიჭებდა ყოველთვის დიდ უპირატესობას და ჯაზ ფესტივალის მინისტრის გამოჩენით, როგორც თქვენ მას უწოდებთ. არა, რუასაც პრიორიტეტი ქონდა უმთავრესად რამოდენიმე მწერალი ძალიან მომადლიერებული ყავს და ასე შემდეგ, მაგრამ იმისი პრიორიტეტიც იყო ჯაზი ძალიან უყვარდა. ძალიან უყვარს და ძალიან ეხმარებოდა. მაგაში არ არის საქმე. ოღონდ ის იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი, რომელსაც უთხრეს, აბა მოსპე ქეთიდოლიძე და მოსპო. ვერაფერსაც ვერ მომსპო, მაგრამ ჩვენს უკან ჩვენს არ მიწყინოთ ეს წერილი, ჩემს უკან უამრავი ადამიანი დგას. ესენი არიან კულტურის სფეროს მუშაკები, გამორჩეულები, თქვენი მეგობრები, ასევე პოლიტიკური თანამოაზრეები, ვინაიდან ამ წერილშიც არის ხაზი გასმული თქვენს პოლიტიკურ სიმპათიებზე. ძალიან უხერხული ახლა მე ვიღაცა ადამიანების სახელები და გვარები დავასახელო და ამას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ აი იმ შეხვედრაზე მივიდნენ და ყველა იტყვის თავის სათქმელს. მე უბრალოდ მგონია რომ ეს ბიჭები კარგად უძღვებიან თავის ჯაზ ფესტივალს და გაუწმენ ოღონდ ისი არა რომ ჯაზ ფესტივალი სულ მაგას მეუბნებოდნენ კახაც და დანარჩენებიც რომ ჩვენ თავრობისგან არასოდეს ფული არ აგვიღია. მაგრამ ეხლა ერთ-ერთ მთავარ სპონსორად ჯაზ ფესტივალზე წელსაც ყავთ კულტურის სამინისტრო. კულტურის სამინისტროს ლოგო ადევს ჯაზ ფესტივალს. ასე რომ მე კი არა ვარ წინააღმდეგი. როდესაც ძალიან კარგი რამე ტარდება, იმას კულტურის სამინისტროც უნდა დაეხმაროს, მერიაც უნდა დაეხმაროს. მე მაგალითად როგორ შეიძლება დათო ნარმანიას არ უთხრა მადლობა, როდესაც მთელი მერია ესე ხარში მიდგას. მარტო მე არა სხვათა შორის. მე ვიცი ბევრი გაჭირვებული ადამიანი არ არის ახლა ფესტივალზე ლაპარაკი, რომელსაც მერია უპირობოდ ეხმარება. შეიძლება ეს ბიჭები თავისთავად ეს ახალგაზრდა კულტურის სამსახურისკენ გადამისამართდნენ, მოკლედ. არა, რატო უნდა გადამისამართნენ? როგორც აკეთებდნენ და როგორც ჩვენ წვალობდით ამდენი წელი, ისევე გააგრძელებთ. გასაგებია. დიდი მადლობა. ქალბატონი ქეთი, როგორც მივხვდი, რომ კვირიკაშვილი თქვენს ღია წერილს ასე ვთქვათ, ჯერ არ გამოხმაურებია, მაგრამ თქვენ გაქვთ ეს პოზიცია, რომ ახალ მთავრობაში გიორგაძე არ უნდა იყოს. დიდი მადლობა. ქეთი დოლიძე იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ ვაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს, როგორი უნდა იყოს კულტურა